ნახოს. დიდი მადლობა ბატონო, ჩვენთან ერთად არის ზაზა ვეკუა, საკრებულოს წევრი გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობიდან. კიდევ ერთხელ, მთავარი შენიშვნა თქვენი კოლეგა ოპოზიციონერების მხრიდან გამოითქვა სწორედ ქამრების პოლიტიკის არაეფექტიანობა, შემოჭერის პოლიტიკის არაეფექტიანობასთან დაკავშირებით. თქვენ თუ ეთანხმებით ამ მოსაზრებას და რა განსხვავებული შენიშვნა გაქვთ ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით? დიახ, მოგესალმებით, მივესალმები თქვენს ტელემაყურებელს, ჩემს კოლეგებს. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ეხლა განცდა, როდესაც უსმენდი ამ ბიუჯეტის განხილვას, მქონდა ისეთი, როგორიც აქვს დღეს დედაქალაქის მოსახლეობა. ჩვენ საუბრობთ რაღაც ციფრებზე, იყო 18 მილიონი ინფრასტრუქტურული პროექტები, დაემატა 3 მილიონი, მოსახლეობა ვერ ხვდება. მოსახლეობა ფიქრობს, რომ რაც მეტი იქნება ინფრასტრუქტურულ პროექტებში დახარჯული, მით მეტი ქუჩა გადაითხრება და მით უფრო სავალალოდ იქნება მდგომარეობა. ზოგადად პრობლემა ამაშია. უკვე ხედავს მოსახლეობა, რომ თანხა რაც მეტი გამოიყოფა, მით მეტი ქუჩა დარჩება გადათხილი. აბსოლუტურად არ არსებობს ადმინისტრირება. ხალხს ეშინია, რომ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე თანხა არ წავიდეს. ეხლა რაც შეეხება თვითონ ბიუჯეტს, რადგან ბიუჯეტზე ვსაუბრობთ, ამაზე მინდა ვისაუბრო. ნამდვილად მე შემიძლია გითხრათ, რომ ეს ბიუჯეტი ზუსტად ისევეა მორგებული მაღალ ჩინოსნებზე და ჩინოვნიკებზე. მე ის როგორც იყო ბატონი უგულავას დროს, როგორც იყო შაშან და როგორც არის წელს. მე შორს ვარ წავიდე და რო ზოგადად არ ვისაუბრო, მე მინდა ბატონ ჯაბას უთხრა, რომ მერის ადმინისტრაციის ხარჯი, რომელიც გასულ წელს იყო 15 მილიონი, წელს შეადგენს 16,7 მილიონს. რა თქმა უნდა, ეს ესეა და გარდა ამისა, ძალიან ბევრ საუბრობთ, მე მინდა რომ ყველაფერზე ვისაუბრო და მოვასწრო ამასთან საუბარი, რომ ბევრ საუბრობთ ჩვენ სწორედ აი ამ სოციალური და ჯანდაცვის კუთხით. ჩვენ არა ვართ ჩასაფრებულ პოზიციაში, მინდა ვთქვა, რომ ნამდვილად ნაციონალური მოძრაობის დროს ხალხი იყო სასაკლაოზე გაშვებული, ვისაც ჰქონდა თანხა, ის თავს გადაირჩენდა. ამ კუთხით რა თქმა უნდა უკეთესი მდგომარეობა, თუმცა გვაქვს ჩვენ აქ შენიშვნები, იგივე ლეიკემი დაავადებულთათვის ჩვენ ვითხოვდით, რომ 40 წლამდე გაზრდილიყო ასაკი და როგორც იქნა 9 თვე დაჭირათ იმისათვის, რომ ეს გაეკეთებიათ. გვაქვს რა თქმა უნდა წინადადების შენიშვნები სოციალური კუთხით, მაგრამ ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს ეკონომიური კუთხით. Rodemde შეიძლება რომ მხოლოდ სოციალურზე იყოს და ჯანდაცვაზე ორიენტირებული ბიუჯეტი. Ყველას კარგად მოგეხსენებათ, მეწარმეობის ხელშეწყობის ფონდი შეიქმნა. ჩვენ ვამბობთ, მაშინვე არის პარალელური სტრუქტურა, ესე იგი, დედაქალაქის მერიაში არსებობს ანალოგიური დებულების სამსახური, რომელსაც ზუსტად ევალება, მაშინ გითხრეს, რომ არა, ეს იქნება სამსახური, რომელსაც ეკონომიური საქმიანობიდან თვითონ მოიზიდავს თანხებს, მაშინ უმრავლესობის წევრები ბატონი ჯაბას, ყველანი სხვებიც ვეუბნებოდნენ და გვეუბნებოდნენ, რომ თუ არ იქნება და თუ იქნება ბიუჯეტიდან თანხები, აქ საუბარია ბატონი მარგიშვილის ფონდზე, თუ იქნება თანხები, ისინი მხარს არ დაუჭერენ, მეტიც 2 მილიონი სწორედ ფონდი, სწორედ დედაქალაქის ბიუჯეტიდან იქნა დაფინანსებული, წლის ბოლოს 9 მილიონი მოეჭრა და აღმოჩნდა, რომ 1,5 მილიონი ფონდის თანხა, აქედან 9 მილიონი სწორედ ადმინისტრაციის შენახვა დაჭდა. ეხლა წელსაც 2,5 მილიონამდე არის გაზრდილი. ბატონი ნარმანი აცხადებს, რომ ზოგადად ოპოზიციამ რა იცის ბიუჯეტი, ზოგადად შეურაცხყოფელია ესეთი საუბარი თვითონ იმ ადამიანების, ვინც ამას იძახის. მე არ ვაკადრებ ბატონ ნარმანიას, რომ მან ბიუჯეტი არ იცის. მე შემიძლია თქვა, რომ მან ბიუჯეტი არ წაიკითხა, ან ბოლომდე არ წაიკითხა. წინააღმდეგ შემთხვევაში ბატონ ნარმანიას მისი ხელმოწერით დედაქალაქის საკრებულოში შემოდის ბიუჯეტი, სადაც მინდა გითხრათ, რომ პირდაპირ უკანონო ხარჯებს ითხოვს. პირდაპირ არის უკანონო ხარჯები, როდესაც მარგიშვილის ფონდი, მეწარმეობის ხელშეწყობის ფონდი, სადაც არის როდესაც არის მომუშავეთა რაოდენობა, მუშა მოსამსახურეთა პენსიები, ხელფასები, შემდეგ არის ხელშეკრულებით აყვანილი ადამიანების მომსახურეთა რაოდენობა და შემდეგ მას უწერია მათი პენსიები და მათი დანამატები. ამითი ეს რეგულირდება კანონით საჯარო სამსახურის შესახებ და აგრეთვე ნორმატიული აქტით ფინანსთა მინისტრის ბრძანება არის საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესახებ. აი სწორედ ეს არის უგულვებყოფილი და ეს არის პირდაპირ უკანონო ხარჯი. ესე იგი ეს ბატონ ნარმანიამ ან არ იცის ბიუჯეტი, მე ამას არ ვაკეთებ, ნამდვილად ვიცი რომ მან იცის ბიუჯეტი, უბრალოდ არ წაუკითხავს. ან არის სხვა რამე. ზაზა, ჯაბა სამუშიოს მოусმინოთ, ზაზა ვეკუას კონკრეტული შენიშვნა აქვს მეწარმეობის განვითარების ფონდთან დაკავშირებით. მისი აზრით სწორედ აქ არის დაუშვათ აი ეს გადაჭარბებული თანხა ჩინოვნიკების შენახვაზე გამოყოფილი ჯაბა. არა მხოლოდ აქ, მე უბრალოდ ეს მაგალითი. ერთ-ერთი მაგალითია, დი. ჯაბა გისმენთ შენ.
რეკლამის შემდეგ ჩვენ უკვე ჯაბა სამუშიასგან მოვისმენთ პასუხს, თუ რამდენად კანონიერად არის ბიუჯეტში ჩადებული ეს მოთხოვნა, მანამდე შევაფასოთ ინტერაქტივი. თბილისის ბიუჯეტი ორიენტირებულია ხალხის კეთილდღეობაზე თუ ჩინოვნიკების კეთილდღეობაზე. 1000-მდე მაყურებელი გამოეხმაურა უკვე ჩვენს კითხვას, 32% მიიჩნევს, რომ ბიუჯეტი ხალხის კეთილდღეობაზეა ორიენტირებული, ხოლო 68% ამბობს, რომ ბიუჯეტი ორიენტირებულია ჩინოვნიკების კეთილდღეობაზე. დისკუსია დედაქალაქის საკრებულოში ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით გაგრძელდება უკვე რამდენიმე წუთში. რეკლამის შემდეგ დაგველოდეთ, არ გადართოთ. მაესტროს ფაქტორი პირდაპირ ეთერშია, გამიხილავთ თბილისის ბიუჯეტის პროექტს, რასაც დახარჯავს 2016 წელს მთავრობა მოქალაქეების ფულს. ჩვენ ინტერაქტივის კითხვა: თბილისის ბიუჯეტი ორიენტირებულია ხალხის კეთილდღეობაზე თუ ჩინოვნიკების კეთილდღეობაზე? დაგვირეკეთ, გამოთქვით თქვენი აზრი. ოპოზიციის შენიშვნები პირველ რიგში სწორედ გაზრდილ ადმინისტრაციულ ხარჯებს უკავშირდება. ჩემი სტუმრები არიან ჯაბა სამუშია, საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის ხელმძღვანელი საკრებულოში, ასევე საკრებულოს წევრი ზაზა ვეკუა და საკრებულოს წევრი ნაციონალური მოძრაობიდან ირაკლი ნადირაძე. ჯაბა, დავიწყოთ, განვაახლოთ დისკუსია. ზაზა ვეკუა საუბრობდა იმაზე, რომ მართლაც მთავარი პრობლემა ეს არის ადმინისტრაციული ხარჯები, ჩინოვნიკების ხელფასები, პრემიები, დანამატები და მან მოიყვანა მეწარმეობის განვითარების ფონდი, მაგალითად, სადაც ხელშეკრულებით აყვანილ ადამიანებს, როგორც ზაზა ამბობს, ასევე აქვთ დანიშნული პრემიები. რაც არის პირდაპირი კანონდარღვევა, რას უკავშირდება ეს ყველაფერი და რატომ ვერ ხორციელდება ეფექტიანად, როგორც ოპოზიცია ამას ამტკიცებს, ქამრების შემოჭერის პოლიტიკა დედაქალაქის მთავრობაში? მე მინდა ზაზას უთხრა, როდესაც ციფრებზეა საუბარი, აგერ არის მე კიდევ ერთხელ მინდა დავადა სპეციალურად წამოვიღეთ და თელი ბიუჯეტი აგერ მინდებს იმისათვის, რომ რაიმე ცდომილება არ ყოფილიყო. მე მინდა კიდევ ერთხელ გამომართო, მერის ადმინისტრაცია 2014 წელს ხარჯავდა 23 მილიონს, 22 მილიონ 921,000. წარმოგიდგენთ 22 მილიონზე 23 მილიონამდე თანხას. ამ ბიუჯეტით გათვალისწინებულია 16 მილიონ 700,000-ის ხარჯვა. ხელფასების ნაწილში 15 მილიონიდან 6 მილიონამდეა ჩამოსული. ეს ხო ბიუჯეტი, ეს ხო მე აი აგერ არის ეს დოკუმენტი ნებისმიერ საკრებულო წევრს და მათ შორის მინდა საზოგადოებას უთხრა, რომ ატვირთულია, შეგიძლიათ შეხვიდეთ საკრებულო საიტზე, ნახოთ ეს დოკუმენტი ატვირთულია და ელემენტარულად ნებისმიერ საზოგადოების ნებისმიერ წევრს შეუძლია მე იგივე ვთქვი, ბატონო ჯაბა იგივე ციფრებს იწვევს. ალბათ არჩევანს აკეთებს სუცსა და უარეს შორის. მე ეს ვთქვი. მე არ მითქოს 23 მილიონს არ ხარჯავდა ნაციონალური მოძრაობა. დიახაც ხარჯავდა თქვენ შევასრულეთ 15 მე მგონია 15 მილიონსა და 15 მილიონსა და 6 მილიონს შორის განსხვავება საკმაოდ დიდია. დიახ 23 სხვა მე ნაციონალური მოძრაობა გასაგებია რაც იყო, უბრალოდ წელს 15-დან 16,700-მდე გაზარდა. ამაზეა საუბარი. ძალიან ცხარობთ კაცო მაგ სტუდიაში და მინდა რომ დავამთავრო, ეს არ შეიძლება ასე გავთავებულად ჩემი შეწყვეტა. მე თქვენ გისმენთ და კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ და დაგიდასტუროთ ჩემი პატივისცემა როგორც ირაკლს, ასევე შენ და ასევე ბატონ ნალიკოს. ამიტომ ძალიან გთხოვთ, რომ ჩვენ უნდა ვაცალოთ ერთმანეთს. როცა ვამბობ მე 6 მილიონს, ეს არის ბიუჯეტის ციფრი. შენ გამოხვედი რამდენადაც მე ვიცი დღეს და განაცხადე რომ 14 მილიონია თურმე ხელფასები პრემიები. როცა საქონელი და მომსახურების მუხლს პირდაპირ მიუმატეს შრომის ანაზღაურების მუხლი მიიღეთ 14 მილიონი. ესე არ ხდება ასე ვთქვათ არითმეტიკული მიმატება გამოკლებები. ეს ბიუჯეტია და ბიუჯეტში პირდაპირ მითითებული შრომის ანაზღაურება მერის ადმინისტრაციის 229 პიროვნების არის 6 მილიონი და არც ერთი თეთრი და გასაგებია ჯაბა მივცეთ ზაზას შეჯამების საშუალება ის ცოტა ხელში უნდა დაგვემშვიდობოს და შემდეგ ისე დაგიბრუნდებით. ზაზა კიდევ რა შენიშვნა გაქვთ და მე მახსოვს თქვენ გქონდათ ყოველთვის მწვავე განცხადებები მერის საკადრო პოლიტიკასთან დაკავშირებით, თუ რჩება კვლავ ეს პრობლემა დედაქალაქში? დიახ, ახლა ზოგადად შენიშვნები არ იქ აღარ ვისაუბრებ, დრო არ გვეყოფამ იგივე თბილისის განვითარების ფონდთან დაკავშირებით, რომელიც 4,5 მილიონი უჯდება დედაქალაქს, ეს ფაქტურად ტენდერების ჩამტარებელი არის, მეტი არაფერი არ ხდება იქ, ძირითადად რომელიც შეიძლება სწორედ დუბლირება არის იგივე ფუნქციების, ეკონომიური ფუნქციები, რომელიც მას უდევს დებულებაში, აქ შემოსავალი ნული აქვს. რაც შეეხება კადრების საკითხს, მე მინდა გითხრათ, რომ ყველაფერი შეიძლება ბატონ არმანიას დავაბრალოთ, მაგრამ კადრებს მაინც უნდა დავაბრალებთ, ის ისევე წყვიტავს კადრებს როგორც ნებისმიერი ჩვენთაგანი. ის რაც შეეხება თვითონ კადრების საკითხს, ჩვენ ვამბობდით, რომ ესე
თითო ორი კაცის გაშვება ვერავითარ შედეგს ვერ მოიტანდა, აქ იყო საჭირო კომპლექსური ცვლილებები, რა თქმა უნდა ბატონი ნარმანი ამას ვერ გააკეთებდა, მას ამაზე არ შესწევზალა. რაც შეეხება ზოგადად ის ძალიან ხშირად გვახსენებს რომ ის არის არჩეული მერი, დიახ, მე მინდა უთხრა ბატონ დავით, ჩვენ გვახსოვს რომ ის არჩეულია, თავარია მან გაიხსენოს რომ ის არის არჩეული მერი, როდესაც კანცელარიაში ან ქართული ოცნების ოფისში იბარებენ. სწორედ მაშინ უნდა ახსოვდეს ის რომ არის დედაქალაქში არჩეული მერი და არ უნდა ამას არ ჭირდება ეს რომ ჩვენ შეგვახსენოს. დიდი მადლობა ზაზავეკუა, საკრებულოს წევრი, გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობიდან საუბრობდა მაესტროს ფაქტორის პირდაპირ ეთერში.